კრემლის ქებაოცნების პოლიტიკას და მუხარის შემცველი გზავნილი ქვეყნის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ესმის, რომ ევროკავშირის წევრობით აღარ იქნებიან ისეთი ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, ამბობს ლავროვი და ოცნებას პრაგმატულობას უწონებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოსთან მათი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება. რუს ტურისტებს უყვართ ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა, თქვა ლავროვმა. ორი შესწორება საქართველოს შესახებ ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში მომზადდეს საიდუმლო ანგარიში ქვეყანაში რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელების შესახებ. პენტაგონმა წარადგინოს, როგორ მოახდენს პოლიტპატიმრების თემის ინტეგრირებას საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ფორმატში, აღნიშნულია დოკუმენტში. ინიციატივა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა. ვესტიაში დამატებით 47 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ. ციფრული ვალუტის სისტემური გენერირებით კი არალეგალურ შემოსავლებს იღებდნენ. საკმარისია ომი უკრაინა გთავაზობთ მის დასრულებას. ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს თავაზობს შეხვედრა გაიმართოს პირდაპირი ფორმით ნეიტრალურ ტერიტორიაზე ამერიკისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით. არ შეგეშინდეთ ომიდან გასვლის ეს ამთავარი, რაც ახლა თქვენგან საჭიროა, წერს ზელენსკი.